მოგესალმებით ჩვენ ძვირფასებო და ჩემო კარგებო, მოდით ვნახოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, პროგნოზი მომდევნო კვირის და ვნახოთ რას მოგვიტანს ჩვენ უკვე პრინციპში იქნება ახალი წელიც, ხო? ნახევარი კვირა. ნუ ვნახოთ ეხლა ჩვენ რა ენერგიებში ხართ ეხლა. მე ვნახოთ რა თქმა უნდა მომდევნო კვირის ენერგია და ჩვენი სამივე თემა, ანუ კარიერა, სამსახური, ნუ ზოგი ახლა მუშაობს, ზოგი არ მუშაობს, ნახოთ ახლა ხო, ჯერ კიდე რამდენიმე დღე ხო იქნება სამუშაო დღეები, ვნახოთ. კიდე იცით რა გავაკეთოთ, ჩვენ მე ავიღოთ როგორ ჩაივლის თქვენი ახალი წლის ღამე, მოდით ავიღოთ მე კაი, აი აქ დავდებ. ამას ბოლოს მოვხსნით, ნახოთ აბა. შემდეგ. так, კარგით, აბა. დავიწყოთ ჯერ დავალაგებ. ურთიერთობასაც ვნახავთ, ყველაფერსაც ვნახავთ. მაინც საინტერესო იქნება, აბა, ის პირველი კვირა როგორ ჩაივლის პირველ. ეხლა რა ენერგიებში ხართ? მე ვნახოთ რა ენერგიები შემოდის. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნახოთ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. так, და დავიწყოთ, ხო? ესე იგი, ნუ ეს კარიერა სამსახურის სწავლა, რა ვიცი, ვის რა, ანუ საქმიანი თემა. ნახოთ, რას მოგიტანთ. შემდეგი ფინანსები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის. სულ დახარჯავთ ფულს თუ კიდე დაგრჩებათ რამე, ხო? საახალწლოდ. ეგაც ვნახოთ. ნუ ურთიერთობაც აუცილებლად, რა თქმა უნდა. ურთიერთობა რა იქნება? რა იქნება აქ ურთიერთობაშიც? აქ და ის რაც თქვით, როგორ ჩაივლის ახალი წლის ღამე თქვენთვის, ხო? ნახოთ მაინც ახლა ჩვენ გითხოთ. როგორი იქნება, ხო? რას მოგიტანთ თქვენ? ესე გავაკეთებ, всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ნახოთ. ეხლა რა ხდება? ой, პორტახტის. ნუ, ჩემო საყვარელებო, აქ შეიძლება ეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ ვიცი რომ ძალიან ბევრმა კიდევაც მომწერეს და ისედაც ვიცი რომ ძალიან ეხლა არის ცუდი რაღაც გრიპის, იმიტომ რომ ეშმაკი ბევრ შემთხვევაში აჩვენებს ჯანმრთელობასაც რა. და ამიტომ აქ არის როგორი მომენტი. პირველ რიგში შეიძლება არის სიტუაცია, როცა თქვენ აი მართლა გამოდიხართ უკვე, შეიძლება იზოლაციაშიც იყავით, ნუ დაუშვით იმ შემთხვევაში, ნუ თქვათ, თუ ვინმე მართლა იყო იზოლაციაში, სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს იზოლაცია, გამოდიხართ, ანუ იცვლება რაღაცა სიტუაცია, გამოჯამრთელებას ხედავ ყველა ვარიანტში გამოჯამრთელდებით, იმიტომ რომ დასრულდება თქვენი აი ესეთი ან სრულდება, ან ეხლა უკვე გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. ნუ ბევრი ფულის ხარჯვა უეჭველი, რომ შეიძლება თქვათ ეხლა არც გეგონათ რომ ამდენი დაგეხარჯებოდეთ, მაგრამ ნუ მიდის რა, ახლა გჭირდებათ. პლუს შემიძლია გითხრათ, თუ დაუშვათ ეხება რამე ურთიერთობას აქ, ხო? აქ არის 1000%-იანი გამოსვლა ადამიანის მიჯაჭვული ურთიერთობიდან, როცა უკვე მორჩა ის, რომ აი ზოგი შეიძლება თქვათ ურთიერთობას გადაიტანს სხვა დონეზე, ზოგი შეიძლება აქ даже თქვათ, ან დაასრულებს, ან ყოველ შემთხვევაში რაღაც იცით, აი თითქოს აი განთავისუფლება მიდის იმ დასრულება მიდის რაღაცა
სხვათა შორის ვიღაცას აი ნამდვილად ურთიერთობა რთული ხო, როცა არის მიჯაჭვული რო ხარ, როცა არ შეგიძლია თქვა, ან გქონდათ ეს პერიოდი დიდი ხანი, როცა თქვენ ვერ გამოდიოდით რაღაც ესეთი ურთიერთობიდან, რომელიც თქვენ დაუშვათ, ეხლა ну არაფერი არ მოგქონდა თქვენთვის კარგი რამე, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ამიტომ აქ მიდის ძალიან დიდი ცვლილება. ან გეუბნებით ახალ ეტაპზე გადადიხართ, ან შეიძლება, ну, ისე როგორც ყოველ შემთხვევაში იყო, აღარ იქნება. აქ შეიძლება რამე უბრალოდ გქონდათ რამე მიჯაჭვულება, არა მხოლოდ ურთიერთობას ეხებოდა ეგ, ხო, ეგ შეიძლება სხვადასხვა რამეშიც იყო დაუშვათ, შეიძლება სამსახური დატოვოთ ესეთი, რომელიც თქვენ დამოკიდებული იყავით იმ სამსახურზე და ეხლა თქვით, რომ არა, აღარ მინდა, всё, მორჩა. შეიძლება თქვათ ოჯახიდანაც დაუშვათ, თუ ხართ ესეთ, ну, ცხოვრობდით თქვათ მშობლებთან და უკვე თქვით, რომ არა, აღარ მინდა, მე მინდა ჩემთვის ვიცხოვრო უკვე მარტო დაუშვათ, ხო? ანუ რაღაცა ის რაც თქვენ როგორ ვთქვა, არ გაძლევთ საშუალებას, რომ თქვათ, მიგიტოვებია, იმას ტოვებთ, ხო? ეს ჩოვებით შეიძლება იყოს ვიღაცამ თქვათ, ეხლა თქვა, რომ всё, აღარ მინდა უკვე ეგ, ну, აი ეგეთი ენერგიები. კარგით, ვნახოთ ეხლა ჩვენ რა ენერგიები უკვე იქნება. ну, საკმაოდ საინტერესო სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესო, აქ არის ეს რა ქვია. უკვე იცით რა არის საინტერესო, მაგრამ ხო ვთქვით, რომ ზოგი რო ვთქვი, რომ შეიძლება იმუშავებს კიდევაც რა. აქ მოულოდნელად სრულიად შეიძლება თქვენ მიიღოთ რამე даже გზავნილი თან საკმაოდ დიდი საზღვარგარეთიდან ან შორიგზიდან. ზოგი შეიძლება სხვა დროს იმუშავებს. აი რატომღაც იცით რა მოდის? ვინც დაუშვათ არის შოუმენები, მსახიობები, მომღერლები, რა ვიცი, ბლოგერები, ну, ვინც ახლა შოუს ქმნის, აი თქვენ გექნება ძალიან ბევრი სამუშაო და პლუს, ну, ძალიან დიდი ანაზღაურება. მაგრამ აი სულ აი ასე იტრიალებთ რა ჩქარა იქით, აქეთ, ну, ახლა მე ვიცი რომ მყავს აქ ახლა ესეთი ადამიანები და ალბათ თქვენთვის აი ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრს იმუშავებთ, მაგრამ ფინანსებიც კარგი იქნება. სრულიად მოულოდნელად შეიძლება ვინმესთან, ну, შემოვარდება ისეთი თქვათ, ან შეკვეთა, ან რაღაც ესეთი, რომ თქვათ, საჭირო იქნება, даже შეიძლება არც ელოდებით, მაგრამ შემოვა და ეს შემოსავალიც არის აქ საკმაოდ კარგი. უბრალოდ ეხლა შეიძლება თქვათ, დაუშვათ ზოგის დავჟე წაიღებს შეიძლება სამსახურს, საქმეს თქვათ, სამსახურს სახში, რო თქვათ, ონლაინ იმუშავებს, ხო? სასწრაფოდ თქვათ, დასამთავრებელი საქმეები მაქვს, რომელიც უნდა გავაკეთო, ხო? კიდე, ну, გზავნილები ხო გითხარით, რომ შეიძლება მოვიდეს და მიიღებთ ზოგი იმას, რაც დიდხანს ელოდებოდით ანაზღაურებასაც შეიძლება მიიღო. ну, ნახოთ ახლა ჩვენ აქ გამოჯამრთელებაზე ყველანაირად შემიძლია თქვა, რომ იმიტომ რომ ვარსკვლავეც ჯამრთელობას გვეუბნება, რა თქმა უნდა, აქ ნამდვილად თქვენ უკვე აი თითქოს მოიკრიბავთ ძალას და რესურსში შედიხართ რა, საკმაოდ კარგად იგრძნობთ თავს, შეგიძლიათ თქვათ, ბევრი ენერგიები იქნება დახარჯული თქვათ, უკვე, ну, აი ნახეთ, თითქოს აი მოიკრიბავთ ძალას და უკვე შედიხართ აქ აქტიურ ცხოვრებაში რა შემიძლია ეკითხა და საქმეები, რომელიც თქვენ დაუშვათ ახლა გქონდათ გადადებული, ყველანაირად მოგიწეს მაგისი თქვა, ну, დამთავრება რა, ბევრი საქმეები შეიძლება გქონდეთ სხვათა შორის აქ იმის მიუხედავად, რომ თითქმის ნახევარი კვირა შეიძლება დასვენება იყოს, მაგრამ ну არის ეგეთი რაღაცები რა. აქ სხვათა შორის ვიღაცა ძალიან უცბად მიიღებს გადაწყვეტილებას წასვლაზე საზღვარგარეთ სადმე და შეიძლება ზოგი მივლინებაში სხვათა შორის წავა. ან თუ დაუშვათ თქვენ გინდოდათ გადასვლა ან წასვლა საზღვარგარეთ, არ გამოვრიცხავ, ну, შორგზაზე სადღაც დაუშვათ, კი ბატონო, ეგაც კი შეიძლება. ну, ნახოთ ახლა სულ ყველა სფეროები და სად უფრო კარნახობს ჩვენ ახლა ეს კარტები ვნახოთ. ავიღოთ ახლა სამსახურის თემა. საქმიანობის უკაცრავად, საქმიანობის.
ნუ ხო ხედავთ რა, ხო ხედავთ. აქ არის რაღაცა, ნუ შეიძლება როგორი მომენტია, იცით? ძალიან ბევრი ქმედება იქნება ნამდვილად. ზოგი, ანუ აქ როგორი სიტუაცია, იცით? აი ის საქმიანობა, რა, აი აქაც ხო ვთქვით, რომ რაც იქნება სასიამოვნო იქნება თქვენთვის, იცით? აქ კიდე არის მომენტი, რომ თქვენ დაასრულებთ ეხლა, ნუ წლის ბოლო ეხლა იცით თქვენ, რომ ჩვენ ეხლა შედეგებს ვითვლით და რაღაც თქვათ ეხლა და უკვე გეგმებსაც აწყობთ თქვენ სამომავლოდ აქ. უკვე გეგმების დაწყებაც იქნება, რა თქმა უნდა. ნუ აი მაგალითად ჩემთან გოგოები, ვინც ახლა არიან მარათონზე, სურვილების ასრულება ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ 1-დან 12-მდე უნდა თქვათ გამოვწეროთ ჩვენი სურვილები, ხო? აი ეს არის ზუსტად თქვენი პოზიცია, ვინც ახლა ხართ მარათონზე, უეჭველე, როცა ადამიანი აქ უკვე ნამდვილად იცის რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს და თავისთვის უკვე დაწერს თქვათ იმას, რაც სურს. კიდე შემიძლია გითხრათ სამსახურში რა შეიძლება იყოს, აი ძალიან კომფორტული კარგი ზონა არის, გაიგეთ, აი რაღაცნაირად აი კმაყოფილი დარჩებით იმით, რაც იქნება, თქვათ, შეიძლება აი შედეგები თქვენი, ხო, თქვათ, შეიძლება ამ წლის ბოლოს, ხო, რაც ახლა შედეგებს თქვენ ახლა შეაჯამებთ და კმაყოფილები იქნებით და უკვე რაღაც გეგმებს ააწყობთ სამომავლოდ. არის აქ ეგეთი მომენტი. ნუ ის რო იქნება, აი აქ იცით როგორი სიტუაცია, ადამიანი აკეთებს იმას, რაც მას უნდა. ხო, ამიტომ რომ აქ მე ვერ ვხედავ რაღაცა მძიმე რაღაც, არა, პირიქით, თქვენ ახლა მოქმედებთ, თქვენ ახლა რაღაცა, აი ხო გითხარით, რომ აქ შეიძლება თუ დაუშვით ვინმე შეუძლოთ იყოს, ხო? აი იმ კვირაში, პრინციპში, აი თუნდაც ეს საქმეები, რო გითხარით, ბევრი რაღაცა თქვათ, შემოგესევათ საქმე, თქვენ მაგას მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებთ რა. და არა ისე რომ თქვათ ეს ექნება თქვენთვის მძიმე, არა. აქ კიდე ვიღაცას ექნება დაბრუნება სამსახურში, სადაც ადრე მუშაობდა, მაგრამ ეს იქნება რაღაცა წინადადება, თქვათ, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ სასიამოვნო რა. ეს წინადადება, რომელიცაც თქვენ მიიღებთ, აი ხო ვითომ დაბრუნება, მაგრამ მოგეწონებათ ესეთი წინადადება შემოვარო, თქვენ გისიამოვნებათ, რომ აი დამაფასეს კითხვაში, დაფასებაც არის, რა თქმა უნდა, წინსვლა ყველა ვარიანტში, კომფორტული ზონაში ყოფნა, კი ბატონო, ანუ ძალიან კარგი ენერგია. კარგით, ფინანსები ნახოთ ახლა ჩვენ ფინანსებში რა ხდება. აქ დამატებაც არ არის საჭირო რამისთან. ფინანსებში, რა შემიძლია გითხრათ, გადასარევი, რა თქმა უნდა, ეს არის სიუხვე, ეს არის, ანუ არ ვიცი თქვენ ახლა აქ რა ხდება, ახლა შეიძლება ვიღაცას მართლა, აი ფინანსურად ძალიან კარგად რა. აი даже არ ვიცი აქ რა მაგალითები შემიძლია გითხრათ, რა ვიცი. შეიძლება თქვათ ახლა, კარგით დავიწყოთ ახლა თუ ძალიან ცოტა ისე ქვემოდან ენერგიების მიხედვით, აი თქვათ ახლა შეიძლება მშობლისგან, თქვათ დედისგან მიიღებთ რამე საკმაოდ მაგარ თანხას დაუშვით. აქაც ჩვენ ხო ვთქვით, რომ საკმაოდ კარგი თანხა შეიძლება შემოვიდეს თქვენთან, ან დაუშვათ თქვენ მიიღებთ ისეთ ფინანსებს და ისეთ სიუხვეს, რომ აი რა გითხრათ რა, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ და ვიღაცა მიიღებს, თქვათ, პრემიას, ვიღაცა მიიღებს ზედმეტად, თქვათ, აი რა ვიცი, სასწაული არის პირდაპირ, დააკვირდეთ კარგად, აი უფულოდ რო არ იქნებით კი არა, ძალიან კარგად იქნებით რა, აი მართლა კარგად იქნებით, კმაყოფილები იქნებით ძალიან იმით, რაც შემოვა, იმიტომ რომ ბევრი მიიღებს იმ თავისი საქმიანებიდან, იმიტომ რომ დავიმსახურე და ახლა იქიდან იღებ. ჯერ პირველ რიგში იმპერატრიცა იმას გვეუბნება, რომ ადამიანს ყველაფერი კარგად იქნება, რაც ეხება ფინანსებს, ხო? მეორე კიდე ისედაც რა, საერთოდ ეს
ცხრიანი პენტაკლების მეტი რა ვთქვათ, ხო? ანუ თქვენი ხელოვნებიდან, თქვენი საქმიანობიდან, თქვენი გმედებიდან, ხო? აქ ადამიანი ნახა და თვითონ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის და თითქოს როგორ არის იცით, აი მაღალი ძალები, აი დაგაჯილდოვენ შენ და ისეთი თანხეთ, რომ შენ იტყვი, აი ყოჩახმე რა, ნამდვილად რომ მე ეს დავიმსახურე რა, ნამდვილად რა, აი და აკაც თუ გქონდათ რამე შებოჭილება სხვათა შორის ფულის გამო, აღარ იქნება უკვე, всё. აი ეს პრობლემები თქვენი ცხოვრებიდან მიდის საერთოდ, იმიტომ რომ იყო აქ ესეთი მომენტი, შეიძლება თქვა, ну რაღაცას ან ელოდებოდეთ, ან არ ყოფნიდეთ რამისთვის, ხო? ან მაქსიმალურად თქვა, ფიქრობდით კიდე თქვა, როგორ გავანაწილო თქვა ფულის სიტყვაზე, ხო? აი თუ ფულს ეხება, აი აქაც, ხო? აქ შემიძლია გითხრათ თქვენ ეს პრობლემები, აი საერთოდ ფულის პრობლემა აქ უნდა წავიდეს. იმიტომ რომ რაღაც ხო გეუბნებით უკვე პირველივე კვირაში გვაჩვენებენ ჩვენ ასეთ რამეს რა, ესე იგი აი ყოველ შემთხვევაში აქ რო გითხრათ თქვენ გექნებათ რამე ну არ გეყოფათ თანხები და რა вообще სისულელი აქ даже ეს არ განიხილება, იმიტომ რომ იმდენად კარგი სიტუაციებს მაჩვენებს ახლა აქ მე ტარო რა, აი ძალიან კარგი და თქვენ ძალიან ანუ იმისთვის რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გჭირდებათ, ყველა ვარიანტში გექნებათ ფული. ეს არის აი სულ მცირე, მოდით ასე რომ ვთქვა და დანარჩენებს ახლა ვისაც თქვა, ნამდვილად თქვა ბიზნესები აქვს, რაღაცები, თქვა ელოდებით შემოსავლებს და ასე შემდეგ, ნამდვილად მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ მიიღებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. ეს უკვე უეჭველე რა, უეჭველე. ну ურთიერთობაც ვნახოთ ახლა ჩვენ. ურთიერთობაში რა გელოდებათ? ну სხვათა შორის არც ურთიერთობაში არ არის ცუდი სიტუაცია, შეიძლება თუ დაუშვათ აქ ძალიან დიდი ხნის პაუზებიც თუ გქონდათ აქ ნამდვილად აი სტაბილური ნორმალური სიტუაცია, ნახეთ როგორ არის, იცით, რო გითხრათ, რომ აქ ახალი გაცნობები გექნებათ ან რა, აქ ვერ ვეტყვი ხა. თუმცა პრინციპში შეიძლება, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, იცით, ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგი даже მიიღებს რამე შეტყობინებას ძველი პარტნიორიდან, მაგრამ აი რატომღაც როგორი მოდის ენერგია, რომ თქვენთვის ეს საინტერესო არ იქნება. აქ შეიძლება, ну, დაუშვათ ახლა ეს როგორ არის, იცით? შეიძლება იყოს კიდე ისეთი მომენტი, რომ თქვენ აი თუ მართლა დიდი ხანი არავინ არაფერი არ ყავდათ, ხო? და აქ როგორი მომენტი, იცით? ეს შეიძლება იმიტომ იყო, რომ თქვენ ცხოვრობდით კიდე ძველი ურთიერთობით და ახალს ვერ ცხედავდით, გაიგეთ? ანუ არის ზოგჯერ ისეთი მომენტი, რომ თქვა ადამიანი ატრიალებს, აი რა იყო ჩემ ცხოვრებაში, როგორ იყო, აი ეგეთი რაღაცები, ხო და ვერ ხედავს იმას, რომ შეიძლება უკვე აღარ იკითხო ერთი და იგივე, ხო? დაინახე ახლა შენ რომ კიდე არსებობს ახალიც რამე, ხო, სხვა ადამიანებიც არსებობს და აი აქ შეიძლება მოხდეს ეს მომენტი ზუსტად, რომ თქვენ რაღაცა ბიძგს მიიღებთ რა, ანუ საკმარისია რა, უკვე ასე ჯდომა დაუშვათ, ხო? კიდე რა შეიძლება აქ იყოს? ну გეუბნებით, აქ ვიღაცას ეძლევა ძალიან მაგარია შანსი. აი თუ მარტო იყავით, ყველა ვარიანტში გეძლებათ შანსი, რომ დაუშვათ ან ვინმე შემოუშვათ თქვენ ცხოვრებას, ან თუნდაც სულ მცირე დაფიქრდეთ იმაზე, რომ მოვიდა იმისი დრო, აი თითქოს განთავისუფლდეთ, გამოჯამრთელდებით, აი ნუ ის სიტუაცია ნახეთ არის ზოგჯერ ხო გეუბნებით, როცა ადამიანი ზის დიდხანს და არანაირი ურთიერთობა, არაფერი მაგას არ აქვს პრინციპში რა, უკვე აღარც ფიქრობ, იმიტომ გეუბნებით ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, იმიტომ რომ ძველი ურთიერთობას, რომელიც უკვე ნამდვილად შეიძლება აღარც არსებობს, ხო, ადამიანი დიდი ხანია რაღაცა კიდე იმედებს იტოვებს, ხო? აი აქ ეს თითქოს რაღაცა მოხდება, ისეთი ბიძგი, ხო, რომ იტყვით, რომ აღარ მინდა უკვე მე, ეგეთი რაღაცა უკვე დავიღალე ამდენი იმით, რა ქვია, ფიქრებით უაზრო და всё, გამოდიხარ თქვენ აქ ასპარეზზე. კი.
კი, თქვენ ანუ როგორ არის, აი ხო გეუბნეთ, ანუ ეს სიტუაციები, როცა მარტო იყავით, აქ უფრო რატომღაც მოდის დღეს ინფორმაცია იმათვის, ვისაც ურთიერთობა არ აქვს. გაიგეთ, აი რატომღაც ეგრე გამოდის და ანუ აი ზუსტად, ნუ რაც გითხარით, ტარო იგივეს მიმეორებს რა, უბრალოდ მიჩვენებს, რომ ეს ძალიან მაგრად შეეხება იმათ, ვინც ახლა იყო დიდი ხანია მარტო რა, აი ამას მაჩვენებენ, სულ всё დატოვა უკან ახლა აი ფიქრები, გეყოფა უკვე აქ ჯდომა და რაღაცა გლოვიარობა, გამოდის ადამიანი ამ სიტუაციიდან. მოდით მაშინ ვკითხოთ, აბა ვისაც დაუშვათ ახლა ну უკვე აქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს უფრო რატომღაც წამოვიდა იმათვის, ვინც ან დაასრულა ურთიერთობა, ან შეიძლება აქაც რომ დავასრულებ, რა მელოდება სიტყვაზე, ხო? როგორც გითხარით რა, აი თქვენს ნახავთ რა და ანუ ანალიზს გააკეთებთ თქვენს და ნამდვილად დატოვებთ ამაზე ფიქრს რა. დატოვებთ ამაზე ფიქრს და ანუ ნახოთ ახლა ვის სიტყვაზე უკვე აქვს ურთიერთობა. მაგათ რა ელოდებათ. ну აქ ახლა ნახათ რა გელოდებათ პრინციპში ახლა აქ როგორი სიტუაცია იცით რომ პრინციპში ну ვისაც დაუშვათ ესეთი ურთიერთობა გაქვთ რომ თქვა არა ხარ თქვენ სულ ქმარი ну ახლა რო გითხრათ რომ იმედი გქონდეთ იმისი რომ თქვენ დაუშვათ რამეს სერიოზულს მიიღებთ რამე წინადადებას თქვა პარტნიორიდან ნამდვილად არა აი აქ დაჟე როგორ არის იცით აი შეიძლება აი არ ვიცით ახლა მოდის ინფორმაცია იცით ვისთვის აი შეიძლება თქვათ გქონდა თქვენ რამე იმედები რომ თქვათ ამ ადამიანთან მე ხელს მოვაწერო ოჯახს შევქმნიე აი თითქოს განულდება ეს ყველაფერი და იტყვით რომ ეს ყველაფერი ფანტაზიებია აი ჩემი ფანტაზიები არ და აღარც მინდა რა უკვე და შეიძლება დაჟე აი უფრო გადაწყვეტილებას მიიღო სულაც არ მინდა აი ხა არც გათხოვობა და არც არაფერი ჩემთვის მინდა ვიყო რა ეგეთი რაღაცა მოდის სოციალს ვიღაცას მართლა ანუ განკორწინებას ხედავ ახლა ვერ მოგატყუებთ რა მაგრამ რო გითხრათ რომ ეს იქნება თქვენთვის თქვათ მტკივნეული და თქვენ აქ ძალიან ნერვიულები და რა არა ვერ ვხედავ მაგას ეს უფრო იმათვის ვინც თქვათ დიდი ხანია უკვე ფიქრობდა შეიძლება ღალატიც ქონდა აქ ურთიერთობაში დაუშვათ ან დაუშვათ დიდი ხანია უკვე ვუყურებ ანუ რა გავაკეთო რა გადაწყვეტილება მივიღო ხო შეიძლება თქვათ ბავშვების გამო თქვათ ვერ აკეთებდა ამ ნაბიჯებს აი აქ უკვე შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო თქვენ ისეთი რომ მორჩა რა უკვე აღარ მინდით რომ აქ როცა სხვანაირი არკანი რო ყოფილიყო შემიძლია თქვა რომ პირიქით დაუშვათ ახლა იქნება ის რა ქვია კორწინება ვერ მოგატყუებთ ნამდვილად უფრო აი ეს მომენტი როცა უკვე დიდხანს ფიქრობდა ადამიანი სერიოზულად თქვათ რომ მე ჩემ თავს რაღაცზე ვატყუებ ну რაღაცა ფანტაზიებში კიდე ვცხოვრობ უკვე დროა დაამთავრო იმიტომ რომ რაღაც უსამართლობა ხდება აი აქ და შეიძლება აი ასეთი ადამიანებისთვის უფრო არის ეს ინფორმაცია რა ანუ ვისთვისაც არის დაიჭირეთ ეს ინფორმაცია ნამდვილად ზოგისთვის ახლა არის ის მომენტი რომ თქვათ ახლა ხო ну აი თითქოს რაღაცა ილუზიებიდანაც გამოდიხართ იცით ანუ რაღაც შეიძლება სხვათა შორის დაინახავთ ნამდვილ სახეს თქვათ შეიძლება თქვენი პარტნიორის აქაც რა ანუ თითქოს რაღაც ახალი ენერგიები შემოდის ესეთი ენერგიები რომელიცაც თქვენ გამოყავხართ იმ ილუზიებიდან რა ილუზიებშიც იყავით შეიძლება იფიქრებთ რომ აი არ ვიცი რა არ მინდა ეს უკვე რა ან არ მინდა მე თქვათ ურთიერთობა რომელიც თქვათ არ არის სერიოზული ხო არ მინდა რომ სულ დაუშვათ რაღაცა ანუ ჩემ თავს ვატყუებ რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ოჯახი გვაქვს ამ დროს ნუ даже თუნდაც ერთად რო ცხოვრობთ ხო ამ დროს მე ვხვდები რომ არანაირი ოჯახიც არა ვართ რა აქ თითქოს რაღაცა მოგივა თქვენ ანუ ინსაიტივით რა ისეთი რა ამირობებში მჭირდება მე ეს ყველაფერი თუ არ მჭირდება ხო ვარმე ბედნიერი აი აქ თითქოს როგორ არის ესეთ ანუ ადამიანი იფიქრებს რომ მე მინდა
ბედნიერება, ჩემთვის მინდა ბედნიერება, იმიტომ რომ რაღაც აი ეს აი როგორი მომენტი მოდის, აი ბედნიერება მქონდა. ნუ არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, როცა ადამიანი ახლა ფიქრობს, რომ ნუ რა ვქნა ახლა ხომ აქ ეს ურთიერთობა და ხომ ყავს პარტნიორი და აი ნუ იცის, რომ ბევრ რაღაცებში თქვათ არ არის ისე, როგორც მას უნდა თქვათ, არ აწყობს, ხო, მაგრამ თავს იტყუებს რა. რომ აი ან იმედი მაქვს სიტყვაზე, რა ეხო შეიძლება რომ შეიცვალოს, ეხო შეიძლება რომ შეიცვალოს და ამიტომ ეს თითქოს რაღაცნაირად ისეთი მომენტი, როცა ან შეიძლება საზოგადოებისთვის დაუშვათ, ხო? აი თქვა თუ ოჯახია, ხო? ეხლა რა სიტყვიან ხალხი, რა სიტყვიან თქვათ ეხლა ნათესავები, ხო? აი ამას დაადებს იცით როგორ ბოლოს თქვათ ეხლა რა ქვია, მე კაი სიტყვა ვთქვი ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში დაასრულებს და იმიტომ რომ აქ ადამიანი თავის თავს ირჩევს, იმიტომ რომ ისედაც იმდენი ჩავდე მე ამ ურთიერთობაში, რომ ნამდვილად უკვე აღარ მინდა ეს ნერვების შლა, არაფერი არ მინდა. მე ვირჩევ ჩემს თავს, მე ვირჩევ ჩემს იმპერატრიცას, ნახეთ და მაღალი ძალები თქვენსკენ არიან და მე არ გამოვირიცხავ, რომ შეიძლება ზოგი გაიცნობს ვაფშე სულ ახალ ადამიანს ვიღაცას რა. და ახალი ურთიერთობა შეიძლება მოვიდეს, აქ არ გამოვრიცხავდეს, სხვათა შორის შეიძლება დაჟე მართლა აი სერიოზულ სიტუაციაში გადაეზარდება და ვაფშე ბედნიერი იქნება და მიიღებთ თქვენ ესეთ ადამიანს გაიცნობთ, ვინც ნამდვილად შემოიტანს თქვენთან სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას და რაც მთავარია, თავის თქვენს თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და თქვენ აქ არ იქნებით ისე, რომ დაუშვათ მართო თქვენ რო გაქვთ ეს მართო თქვენ რო შრომობ და მართო თქვენ რო დებთ ურთიერთობაში რაღაცას. არა, აქ შეიცვლება სიტუაცია, აი ეგ ნამდვილად წავა ეგ თემა და შეიძლება დღეს არ იცნობთ თქვენ ამ ადამიანს, მაგრამ გაიცნობთ. აი არ ვიცი, ვიღაცის ეს არის ეგეთი ენერგია, რომ შეიძლება თქვენ ნამდვილად, ნუ ვინცაც რეზონირდათ და ვინც იტყვის, რომ ნამდვილად 100%-იანი ჩემი სიტუაცია თქვენთვის არის აი ეს, რაც მე ბოლოს ვთქვი. ნამდვილად არ არის ცუდი, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ეგეთი მომენტი, ჩვენ გვეშინია თქვათ ურთიერთობის გაშვება, იმიტომ რომ აი ეს მარტოობის შიში რა, აი მე მარტო რო დავრჩები, მე რა ვქნა და არ შეგეშინდეთ, ეს არის სისულელე რა, რატო უნდა დაიტანჯოთ თქვენ ამის გამო რა. ხო და ან უნდა იყოთ ისე თქვენს თავს იყოთ ბედნიერი, თუ გრძნობთ რომ უკვე ადამიანთან არანაირად არ ახართ ბედნიერი, მარტო იტანჯებით, ნუ ახლა რა საჭიროა, ახლა თავი ხوار უნდა მოიკლა. ზოგჯერ ჯობია ვაფშე მარტო იყო, ვიდრე ადამიანთან, რომელიც ახლა ნამდვილად, ნუ თუნდაც აი არიან ზოგი სხვილი, ჩვენ ძალიან კარგი სექსი გვაქვს და ამიტომ რა ვქნა, ვერ ველევი კარგით რა გეხოცებით, ნუ ახლა თუ თქვენ ახლა თქვენი არჩევანი რა თქმა უნდა. თუ ეს გაწყობთ კი ბატონო, მაგრამ ისე რომ თქვათ სხვა დროს ეგაქცემს და გაგინებს და მთლიან საქმეებს და ყველაფერს შენს შენაკეთებ ყველაფერს სხვას, თქვათ რაც საჭიროა რომ ორმა გააკეთოს, ნუ ეს ახლა ნუ თქვენი გადასაწყვეტია ყველა ვარიანტში, მაგრამ დაფიქრდეთ. ნახოთ აბა ახალი წლის ღამე. რა ხდება? რა ხდება? ნუ თქვენ ახლა პრინციპში აქ როგორი მომენტია, იცით, სიტუაცია, რომელიც შეიძლება ცოტა დაიღლებით, გაიგეთ. ნუ რა თქმა უნდა, ხა თქვენ თუ დაუშვათ ახლა თვითონ ამზადებთ ყველაფერს და რაღაცა, ნუ ცოტა დაიღლებით, მაგრამ გამოხვალთ მდგომარეობიდან, აქ თარტომღაც მოდის, იცით როგორი, აი ზოგი მიიღებს სრულიად მოულოდნელ საჩუქარს თავისი პარტნიორიდან. კიდე ნახეთ რა ხდება, აქ შეიძლება თქვენ ცოტას, ნუ ზოგი ახლა ენერგიულებს, იმიტომ რომ დაუშვათ ახლა გინდოდა თქვა თქვენი პარტნიორთან ეხლა პარტნიორს მე როცა ვამბობ ეს საჯარო გაშლა, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ახლა თუ ქმარი ყავთ, ქმარი პარტნიორი იგივეა აბსოლუტურად. პარტნიორი არ ნიშნავს, რომ ისე რა ვიღაცა თქვა, ხო? თუ თქვენ ქმარი ყავთ უკვე და ამაზე უყურებთ თქვენ, ეს პარტნიორია და მე უბრალოდ ასე ვამბობ, იმიტომ რომ ეს საჯარო გაშლა რა. და აი აქ არის როგორი სიტუაცია, იცით?
აი ეს არის ძალიან საინტერესო სიტუაცია. მოიცადეთ თქვენ ახლა. გოგო, არ ვიცი, აი აქ შემიძლია თქვა, რომ ზოგისთვის როგორი ინფორმაცია არის, თქვენთვის ეს ახალი წელის ღამე იქნება რაღაცა ბევრისთვის ძალიან გადამწყვეტი, რომ აქ ვიღაცა მართლა შეხვდება, აი თქვათ, ვაფშე არ ქონდა არანაირი იმედი, რომ შენ ცხოვრებაში თქვათ, ვინმე შემოვა, ვინც იქნება შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. აქ რა ვიცი, ესეთი რაღაცა წამოვიდა ახლა ესეთი ენერგია, რომ როცა, აი, აღარ გავიმეორებ, რაც თქვი წინ, რა, თუ რამე გადავახვიეთ და კიდე მოусმინეთ, მაგრამ აი თითქოს არის ეს ენერგია, არ ვიცი, შეიძლება იქ ვინმე ისეთი მყავს აქ შემოსული და იმისთვის ეს არის ინფორმაცია, რომ ნამდვილად აქ ახალი, აი შეხედეთ, ადამიანი გიგზავნის, თქვენ მაღალი ძალებია, გიგზავნიან, საგვარეო გიგზავნით რა. ისეთი, რომელიც თქვენ გამოგიყვანთ მარტოობიდან. გაიგეთ რა ხდება? და ძალიან კმაყოფილი, ახალი გაცნობა არის აქ. მე არ გამოვრიცხავ ახალ გაცნობას აქ. იმიტომ რომ აი თითქოს, თუ კიდე შემიძლია გითხრათ, კიდე დაუშვათ თქვენი საყვარელი ადამიანი სადღაც არის წასული და თქვათ მაგის გარეშე თქვენ შეხვდებით ახალ წელზე, შეიძლება ეს ზოგს ანერვიულებს რა, რომ მინდოდა მასთან ერთად დაუშვათ ყოფილი ვიყავე, მაგრამ ის წავიდა და მიწევს მარტო სიტყვაზე მაგის გარეშე, ხო? აი ეს შეიძლება კიდე ვინმესთვის იყოს რამესთვის, ხო? მაგრამ შეხვედრას ვხედავ და მომკალეთ თუ გინდა. კი. აი სრულიად მოულოდნელად მთავრდება თქვენი რაღაცა გულის ტკენა. რა ვიცი, მე ნახეთ ახლა. აი სრულიად მოულოდნელად, რომ აი შეიძლება თქვა იმათთვის, ვინც მარტო არის, საერთოდ აი გეუბნებით, რომ არც ველოდებოდეთ თუ საერთოდ და აი რაღაც გულის მალამოსა ძალიან და კიდე ყურვები ნახათ არ გაჩვენებს რა, თქვენ ამას არ იცნობთ. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც თქვენ იცნობთ. აი სადღაც შეიჯახებით რა თითქოს ამ ადამიანს. არ იცნობთ. არა. არ იცნობთ. всё, ჩემო სიხარულებო, ასეთი გაშლა. გელოდებით, რა თქმა უნდა, კომენტარებში. მადლობას გადავუხდით სამყაროს და რა თქმა უნდა, ვინც გადმოგცათ ინფორმაცია, ხო? და ბედნიერ ახალ წელს გისურვოთ, ბედნიერ ახალი წლის ღამეს. სავსე იყოს თქვენთვის საჩუქრებით, სავსე იყოს თქვენთვის სასიამოვნო მომენტებით და ნამდვილად ისე გაატარეთ ეს ღამე, აი რომ ახალი ენერგიებით შეივსეთ და იყავით მხიარული. აქ მართლა, სხვათა შორის ძალიან კარგი ენერგიები არის რა, ძალიან კარგადაც მხიარული, ძალიან კარგი შეხვედრები გექნებათ, მიმოსვლები იქნება, იქ სადღაც თქვენთან მოვლენ სტუმრები, თქვენ წახვალთ ვიღაცასთან შეიძლება, ხო, მე ყოველთვის გესურვებთ, რა თქმა უნდა, და ახალი წლისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს ჩემი სურვილი იქნება, რომ თქვენ იყოთ სულ ბედნიერი, თქვენ იყოთ სულ ჯანმრთელი, სიუხვით სავსე და აი ეს პოზიცია, აი ეს რომელიც აი აქ არის, სულ მუდამ იყოს თქვენთან და ნამდვილად რომ გქონდეთ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გინდათ, ხო? იმდენი თქვათ, ესეთი განწყობა, ჯანმრთელობა, ფინანსური მდგომარეობა იმ დონეზე, რომ მე შემიძლია ჩემთვის ვიყიდო ყველაფერი, რაც მე მინდა. მე შემიძლია გავცე ის, ჩემი თქვათ საყვარელი ადამიანებისთვის, თქვათ, ის რაც მე მინდა, მე შემიძლია გავახარო, მე მაქვს ესეთი სიუხვე, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ მე ყველა აი რაც ჩემ გულს, რაც ჩემ სურს, რომ ნამდვილად სულ ყველა გავახარო, იმიტომ რომ აი ეს ძალიან მაგარი ბედნიერება, როცა შენ გაქვს იმდენი ჩვენ ახლა ხო ვიცით, რომ ახლა ყველასთვის ეს თავისი, მაგრამ ზოგი არის ისეთ მდგომარეობაში და მეც ვიყავი ძალიან ცუდი მდგომარეობა, ვიცი ეს რა არის, როცა რამე მოდის დღეს ასწავლი და შენ არა გაქვს საშუალება ელემენტარული საჩუქარი გაუკეთო შვილს, მაგრამ ესეც ძალიან არის ბედნიერება, როცა შენ გაქვს იმის საშუალება, როცა რომ გაუკეთო არა მხოლოდ შენ შვილს და შენს მეგობრებსაც, ახლობლებსაც და ასე შემდეგ. და აი ამ სიუხვეს მე გისურვებ
თქვენ ჩემო ლამაზებო მომავალ წელს. მიყვარხართ ძალიან და მადლობა რომ ჩემთან ხართ ისევ და შევხვდებით უკვე შემდეგ ახალ წელს რა ესე გამოდის ჩვენ შემდეგ გაშრებში.